მე ვარ მუხამედ კუდბა, წარმოშობით აფხაზეთიდან, ცხოვრობ დიდი ხანი აჭარაში, შერეულ ოჯახში გავიზარდე, დედა მყავს ქართველი, მამა აფხაზი, მაგრამ ვძნობ თავს აფხაზად. და მე ამაყება რომ აფხაზი ვარ. ახლა მეც მეუღლე მყავს ქართველი, დედით აფხაზი და ძალიან ახლო ურთიერთობა გვაქვს სამეზობლოსთან, ქართველებთან. ზუსტი მონაცემები არ არის, მაგრამ მე ვიცი რომ ჩვენ ვართ კუდავსკიდან, სოჩი, ადლერის მხარიდან, კუდავსკიდან. უმეტესი აფხაზები, რომელიც ცხოვრობენ ფერიაში, არიან გვარები ისეთები, რომლებიც იქიდან ვართ. ბევრი ვიკითხე, აფხაზეთში არ არის ჩვენი გვარი. ძალიან ბევრი არიან თურქეთში. ადაბაზარის, იზმიტის მხარეს. ჩვენ ხშირი შეხვედრა ქონდა, იქ აწყობდნენ ჩვენი გვარის შეხვედრას იზმიტში, სადაც არიან დასახლებული კომპაქტურად. დაახლოებით 70-72 ოჯახი, მე არ ყოფილა 7 წელია, მაგრამ ასე იქნებოდა. ეს არის ჩვენი სიამაყე, ასე რომ ვთქვათ. კუდბაებში ყველაზე პატარაა სხვათაშორის. ბევრი არ ვარ, ჩვენ ბათუმში ვართ 5 ოჯახი ამ ჯგუფში. და ადრე ჩემ ბავშვობაში უფრო სხვანაირი იყო. მამაჩემი მაგალითად რომ სოლი მოიყვანა, ქართული ძალიან ძნელად იცოდა. იმიტომ მაშინ კომპაქტურად იყო აფხაზური სოფელი ეგ. ძალიან ცოტა იყვნენ ადგილობრივები. მერე ჩამოსახდნენ. ჩვენ უფროსის დაფასება, ხალის დაფასება, ფეხსი ადგომა ზოგს უკვირს, როცა სტუმარი შემოდის და ამ ხნის კაცი ფეხზე ვდგები, ბავშვით რო შემოვიდეს, ფეხზე ვდგები. ეს ჩვენი წესია. მე აფხაზი ვარ, მაგრამ ბაკლავა მე გავაკეთე. დედისგან გამომყვა ასეთ და ვისწავლე. ხშირად კეთდება ღომი, ყველი, აჯიკა, ნუ აფხაზური. ძალიან კარგად ვიყავით, ძალიან კარგად. არ იყო იქ განსხვავება, მე აჭარელი, შენ აფხაზი, არაფერი. ძალიან კარგი იყო, მეგობრობა გქონდა. დედაჩემი და მამაჩემი. დედაჩემი 93 წლის იყო, გაიცვალა, მამაჩემი 76. მოდი მამიდან. ხო, ეს ბებია. ბებია მამიკო. ერთად ვიყავით რა თითქოს, ერთად. აქ განსხვავება არა, ახლაც არ არის განსხვავება და მაშინაც არ იყო. ძალიან კარგი მასწავლებელი ყავს, ლიანა აიკუდბა. ჩვენ ერთად ვსწავლობთ სოხუმში დაამთავრა იმენად ფილოლოგიური. ის ასწავლის სკოლაში აფხაზურს. კარგი გააკეთეს მაგი რა. რომ ახალგა მარტო აფხაზები კი არა, ადგილობრივები სწავლობენ ქართული ბავშვები და ძალიან კარგად ფლობენ სხვათაშორის ბავშვობიდან. მე ძალიან ცუდად ვიცი, იმიტომ გავიზარდე დედა ქართველი მყავს, ქართული სკოლა, სამეზობლო ქართველი ვიცი, მაგრამ ძალიან ცოტა. იმედი მაქვს, რომ ამასაც შეასწავლის ჩვენს კაცს. მე მინდა რომ აი ამ პატარებმა მშვიდობიან საქართველოში. მშვიდობიან რომ კარგად იცხოვრონ. ჩვენი გაჭირვება რაც გავიარეთ, ის ამათ არ გაევლეთ. ჩვენ დიდი გაჭირვება გავიარეთ, მე პატარა არ ვარ, 68 წლის ვარ. რა თქმა უნდა, მინდა რომ საქართველოს გაარჩენებოდა ძლიერი.